ეს დაფაა ჩვეულებრივი, რა? შოთა მოემსადე შოთა. აიმე. გუჯას. თან მაგარია. როგორ მიდის თქვენი საქმეები? იმედი ყველაფერი გაქვთ ძალიან კარგად. მე ახლა მივიჩქარი ციგნის კლუბში ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად მივდივარ ჩემს გოგოშკებთან. ერთი სული მაქვს რომ მანქანასადმე დავაპარკინგო და ეგრევე გავიქცე. ჩემი ორშაბათი იყო ძალიან დატვირთული, ძალიან ძიმე, მაგრამ კარგი საქმეები მობილია, თქვენ წარმოიდგინეთ და ამიტომ ძალიან მიხარია. შესაბამისად, კვირაც მთელი, კვირაც დატვირთულია საკმაოდ და იმედი მაქვს რომ ბევრ რამეს მობილებ. მინდა რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო ამ კვირაში და ჩემს დაბადების დღეს და ჩემი ანუკის დაბადების დღეს კმაყოფილი შევხვდე. თუ შეიძლება რომ ასე ითქვას. როგორც ყოველთვის ბათუმში საშინელი საცობია, პარკინგი არ არის და წვალობ რა, ძალიან წვალობ. ვერსად ვერ ვაყენებ და მაგვიანდება უკვე 20 წუთია თითქმის. 8:07-ზე იწყება ჩვენი შეხვედრა და ფაქტობრივად 9 საათი ვაგვიანებ, მაგრამ არა უშავს. სხვა რა გითხრათ ახლა, მეტი ესე უცებ, არ ვიცი. ნახოთ. ექსპრომტად ჩაწერილი ვიდეო, ასე არ ვარ. სად გავაჩერებ, მაგრამ აშკარად სადღაც უნდა გავაჩერო ეს დალოცვილი მანქანა. და უბრალოდ ნახეთ როგორი სუფთა წყალია და თითქოს ქვიშა ხოლმე სულ და აიმე რა სასიამოვნოა. წყალი სიმართლე რომ გითხრათ ცოტა ცივია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. კარგი ვქენი რომ გამოვედი. არ ვიცოდი გამოსულიყავი თუ არა. მაგრამ აშკარად ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ძალიან კარგი ამინდია, ძალიან. როგორც იქნება ღირსა ბათუმში კარგი ამინდი. მაგარია ძალიან მართლა. როგორ მიხარია. ძალიან მიხარია. და თან წყალი ესეთი. ძალიან კაია. მოდი რა პატარა რაღაცები აბედნიერებს ადამიანს. ან უნდა აბედნიერებდეს. მადლობა უფალო რომ ესეთი სხვა მაჩუქე დღეს და ესეთი მზე. მოკალეით ზღვაზეც ვიყავი. მოლში ვიყავი, მოლში ვიყავ, ყავაზე შევედი.
ძალიან მიყვარს ტანკინის ცივი ყავა. უგემრიელესია. ეხლა წავიდეთ ჩემი მანქანისკენ და გავეშუროთ სახლში. აქედან მზეგვანათებს და მე მგონი კარგად არ ჩანვარ, მაგრამ არა უშავს. ძალიან კარგი იყო გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ 1 საათზე მეტი ვერ შევძელე ყოფილიყავი ზღვაზე. მაინც ვისიამოვნე, ასე ვთქვათ. ეხლა მივდივარ სახლში, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და სიარულის ასე ვქვია პერიოდი არ არის სიარულისთვის კარგი. ტანკინის ცივი ყავა ვიყიდე, ყველაზე მეტად მიყვარს ცივი ყავის ასორტიმენტიდან ვისაც კი აქვს, იმიტომ რომ მე მიყვარს როდესაც ბერძნულ სტილში კეთდება და ანუ მთლიანად აბლენდერებენ. ხო და ძალიან გემრიელად მივირთმევ ახლა ამაზე. ჩაქარს არ ვუშვები ხოლმე, ანუ ვთხოვ რომ არ გავუკეთოთ. იმიტომ კი არა, ნუ ისედაც ტკბილია მოდევაღიაროთ ახლა რომ ამას კალორიების შემცირების გამო არ ვაკეთებ. უბრალოდ ნაყიდი იტალიანად საკმარისია რომ ძალიან კარგად ტკბილგემოს ეძლევს და ამიტომ საერთოდ აღარ ჭირდება მე თუ გითხავთ ცალკე დამატებით შაქარი. წავიდეთ ახლა სახლში. წიგნი მაქვს წესაკითხი. ჩვენ წიგნის კლუბში მე წიგნი წაკითხული მაქვს ყოფიერების ავტონეთის სიმსუბუქე, მაგრამ იმისთვის რომ განვიხილო გოგონებთან ერთად რა თქმა უნდა გადახედვა საჭირო, იმიტომ რომ წლების წინ მაქვს წაკითხული და როგორც უნდა გადავალო თვალი. გამენახე. აუ, ძალიან ლამაზია სხვათა შორის. თან. ეს არის ზღვაზე ჩასაცველი კაბა. Yes. კარგია მართლა. მიხდები. ძალიან ლამაზია. ჩემი სათვალით. დედას თოჯინა. კარგია. პირველად ვიდეოთ წელს ზღვაზე ოჯახი ერთად. ეხლა ველოდებით ჩვენს სიბრყავებს ტანკინისგან. მამიკო მოგვიტანს და წავალ ზღვაზე. ხოდე. ანა გაუღე, ანა. ასრული მომსახურება გვაქვს ბატონაშოთა, გმადლობთ. ვაუ. დააგდე. ავიღე. დინებეთ. გმადლობთ. ეს დელივერი მოქოიდა. აი მე ძალიან მიყვარს. გმადლობთ. You're welcome. Let's go. შენ იყავი ზღვაზე ჯერ? და ლამაზი ხარ. Ამასთვის იმბადები. ორია. ლამაზი. ანუ კიდე მენახე შენ იყავით. თავი დღეა როგორ მიმართლებს. როგორი წყალია. მოვედით და ნახეთ როგორი წყალია კამკამა. სუფთა, წყნარი, შვიდი. აქეთ მთა. ნახეთ, ჯერ შეზლონგები არ აქვს გამოტანილი. ანუ ეს ნიშნავს რომ სეზონი ესე ვთქვათ ჯერ არ გახსნილა. მაგრამ არა უშავს თავარია მზე გვაქვს, თავარია ზღვა გვაქვს და თავარია სუფთა წყალი და დასვენების დღე. მადლობა უფალო ყველაფრისთვის.
შორს ხო არ გადის. Why is it? მოდი აქეთ. Там ხალხამ და გაიზარდოს.